უსკოლო მომზადებისთვის ან 4-დან 7 წლამდე, რა ვიცი, ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის შეიძლება ძალიან სახალისო აღმოჩნდეს ეს აქტივობა. თანაც ამ აქტივობაში ბავშვი ხატავს და ეჩვევა გეომეტრიულ ფიგურებს. მაგალითად ეს იწყება მართკუთხედით, შემდეგ შუაში კიდევ ვავლებთ მონაკვეთს, თან ამ ხატვის დროს ვესაუბრებით. ასეთი ნახატები ინტერნეტში ძალიან ბევრია, ჩვენც სხვისი ნახატის მიხედვით დავხატეთ, მაგრამ მთავარია რას ვსაუბრობთ და როგორ ვაფერადებთ და რას ვაკეთებთ ამ პროცესში. ესე იგი, დავხატეთ მეორე მართკუთხედით, შემდეგ ხაზები გავავლეთ და ვაფერადებთ. თავიდან ცოტა სხვანაირად დახატა, მე რაღაც არ მოეწონება და ხელახლა იწყებს, მაგრამ მთავარია რომ მოსწონს რასაც აკეთებს და მთავარია რომ ჩვენც არ დავაძალოთ და ეხალისებოდეს ამისი გაკეთება. მინდა გითხრათ რომ ამ აქტივობის დროს მეც საკმაოდ ვიხალისე, როგორც ხედავთ, მაინც კარგად ვერ ვხატავ, მაგრამ ადვილი დასახატი რაღაცა შეგვხვდა, ანუ სხვა რაღაცებიც ვცადეთ, მანამდე ვხატავდით ერთად და კი ვიხალისეთ, მაგრამ ესე ვიდეოს სახით აღარ ჩამიწერია. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ხანდახან ბავშვის ნახატი უკეთესი იყო და ცოტა უხერხული გამოდიოდა ჩემი ნახატი. მაგრამ ამითაც მაგალითს ვაძლევთ, რომ იდეალურად შეიძლება არ ვხატავთ, მაგრამ გვსიამოვნებს, მოგწონს რასაც ვაკეთებთ და სკოლის პერიოდშიც ასე იქნება. ანუ შეიძლება ყველაფერი იდეალურად არ გამოგვივიდეს, მაგრამ უნდა ვიშრომოთ და გავაკეთოთ ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დავაძალოთ და როცა რუტინა მოითხოვს, ანუ განრიგით, როცა დროა ან ბავშვი ხასიათზეა, მაშინ გავაკეთოთ ასეთი რაღაცები, რომ თავიდანვე აი დაჯდომასთან და ფლომასტერის აღებასთან ან რაღაცა მაგიდასთან ყოფნა არ შევაძულოთ, ასე ვთქვათ. ანუ ეს ყველაფერი ჯობია რომ იყოს მისურვილის მიხედვით. მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ეხალისება ხოლმე თუ მithumetes თუ მშობელთან ხარისხიან დროს ბევრს არ ატარებს ბავშვი ასეთი აქტივობების დროს, განსაკუთრებით უხარიათ ხოლმე, როცა ჩავერთვებით და ერთად ვაკეთებთ და რა ვიცი, მე მგონი საინტერესო დავალება არის, მაინტერესებს მე თქვენი აზრით, უბრალოდ ზოგი ვიდეოს ვდებ ხოლმე ისე, რომ ვუთითებ ბავშვებისთვის არის მომზადებული თქო და მაგას კომენტარები არ აქვს. და ზოგიერთ ვიდეოს აქვს კომენტარები. ეხლა ამას ისე დავდებ, რომ კომენტარებიც ეწერებოდეს, რადგან მაინტერესებს თქვენი აზრიც. თუ მოგეწონებათ ასეთ ვიდეოებს კიდე გადავიღებთ და გავაგრძელებთ და ასევე თქვენს რჩევებსაც გავითვალისწინებთ. ხანდახან ბევრი რაღაცის თქმა მინდა ხოლმე და მავიწყდება, მაგრამ მე შეიძლება კომენტარებში დავწერო ან აღწერაში იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება. მადლობა ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ. თუ გაინტერესებთ ესეთი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩვენი არხი.